სულ მალე უკვე 4 წელი გავა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ომის დაწყების მიზეზიც და მიზანიც სხვადასხვა პროპაგანდით მოწყვლად ხალხში განსხვავებულია. ამ ვიდეოში მინდა დღევანდელი პერსპექტივიდან შეგახედოთ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე მომხდარ ერთ-ერთ მოვლენას. საუბარი მაქვს ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორ სერგეი ნარიშკინს შორის მომხდარ კამათზე. ეს კამათი, თუმცა მე მას კამათსაც ვერ უწოდებდი, ეს უფრო იყო პუტინის მიერ ნარიშკინის დატუქსვა. გრძელდებოდა სულ 5 წუთის განმავლობაში და ამის სრული ვიდეო შეგიძლიათ YouTube-ზე იხილოთ. მე იმ ვიდეოდან გარკვეულ ნაწილებს ამოვიღებ და მათ განვიხილავ. თავიდან ნარიშკინის მოხსენება უმტკივნეულოდ ეხმაურებოდა რუსულ პროპაგანდას, რომ თითქოს და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა დაიგეგმა არა უშუალოდ რუსეთში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე ის, რომ თურმე 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია იყო სწორი მოვლენა. Потому как развивается ситуация на Украине, я могу сказать, что вот этот пресловутый тезис о планах российского руководства вторгнуться на территорию Украины, этот тезис рожден в стенах Государственного департамента США и раскручен до таких пределов, что это уже просто напоминает пропаганду войны. Вспоминая о том, как Россия поступила вот уже 7-8 лет назад, когда просто откликнулась на стремление населения Крыма и Севастополя жить в составе России. ამის შემდგომ უკვე იძაბება სიტუაცია ნარიშკინსა და პუტინს შორის. ნარიშკინი აღარ მიყვება პირდაპირ პროპაგანდისტულ ხაზს და ამბობს, რომ დასავლეთთან მოლაპარაკებები არის საჭირო, რაც რეალურად რუსეთს ომს აარიდებდა თავიდან. აქ პუტინი უკვე ტუქსავს ნარიშკინს და ეუბნება, თქვენ რა მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას გთავაზობთ, რის შემდეგაც ნარიშკინს დაშლილი ბავშვივით ენა ებმის. მოდით ამ ამონარიც ვუყუროთ. Нашим, так сказать, западным партнерам можно дать последний шанс с тем, чтобы предложить им в кратчайшие сроки заставить Киев пойти на мир и выполнить Минские соглашения. В противном случае мы должны принять то решение, о котором сегодня говорится. Что значит в противном случае? Вы предлагаете начать переговорный процесс? Нет, я... Или признавать суверенитет республики. Я... აქ რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ნარიშკინიც არის რუსული იმპერიალიზმის მომხრე. თუმცა მან პუტინისგან განსხვავებით ძალიან კარგად იცოდა, რომ უკრაინაში შეჭრა რამდენიმე დღეში არ დასრულდებოდა. სწორედ ამიტომ იგი მოლაპარაკებებისკენ იხრებოდა. ხოლო თავად პუტინს დარწმუნებული ვარ, მართლაც ჯეროდა, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა. ამაზე ის ფაქტორიც მეტყველებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა უპრეცედენტო რაოდენობის ჯარისკაცების მობილიზება მოახდინა, მათ, როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, არ ჰქონდათ ის შეიარაღება მობილიზებული, რაც გრძელვადიანი ომისთვის არის საჭირო, რაც მათ ლოჯისტიკას გაამარტივებდა. სწორედ ამიტომ რამდენიმე დღეში დაკავებული ტერიტორიების დატოვება მოუწიათ გარკვეული თვეების შემდგომ. რა იყო იმის მიზეზი, რომ პუტინი არასწორად აფასებდა სიტუაციას? აქ რამდენიმე ფაქტორი უნდა გამოვკვეთოთ. ერთის მხრივ აშკარაა კორუფცია. ანუ, თუ კი შენ ხარ კორუმპირებული მაღალჩინოსანი, გირჩევნია პუტინს უთხრა ის, რისი მოსმენაც მას სურს. ანუ, თუ კი პუტინს სურს, რომ კიევი დაეცეს 3 დღეში, შენ სწორედ ამ ინფორმაციით მოამარაგებ მას. მეორე მხრივ აქ შემოდის გადაჭარბებული შეფასება იმისა, რომ უკრაინაში პრორუსული განწყობები იყო ძალიან მაღალი. ზოგადად ქვეყნებში ეგრეთ წოდებული მეხუთე კოლონის არსებობა ამ ქვეყნებს სამხედრო საფრთხის წინაშე აყენებს. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ამ შემთხვევაშიც პუტინის შეფასება უკრაინასთან მიმართებაში იყო არასწორი. რაც შეეხება ნარიშკინს საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორს, რა თქმა უნდა, უკეთ შეეძლო შეეფასებინა სიტუაცია. ახლა კი მოდით ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე გადავიდეთ. უსმინეთ შემდგომ ამონარიც. Поддерживаю предложение о вхождении Донецкой и Луганской народных республик в состав Российской Федерации. Да, мы об этом не говорим, мы этого не обсуждаем. Мы говорим о признании их независимости или нет. Да, я поддерживаю предложение о признании независимости. აქ ნარიშკინი უკვე აშკარად დაბნეულია, თავის სიტყვებს ვეღარ აკონტროლებს და პუტინს ეუბნება, რომ იგი თანახმაა იმაზე, რომ ლუგანსკი და დონეცკი აღიარებულ იქნას რუსეთის ტერიტორიებად. რაზეც პუტინი ცინიკურად იღიმის და ამბობს, ჩვენ აქ მაგას საერთოდ არ განვიხილავთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დონეცკი და ლუგანსკის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება უნდა მოხდესო.
დღეის გადმოსახედით უკვე კარგად ვიცით, რომ რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები არათუ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არამედ თავის ტერიტორიად გამოაცხადა. რა თქმა უნდა, ნარიშკინმა ომის დაწყებამდევე იცოდა პუტინის მიზანი და სწორედ ამიტომ წამოსცდა ეს სიტყვები. ხოლო დღეს იმის მტკიცება, რომ რუსეთმა სხვადასხვა მიზეზისა თუ მიზნის გამო დაიწყო ომი, უკვე აბსურდია. წესით დღეს უკვე ყველა კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ერთადერთი მიზეზიც და მიზანიც არის შუა საუკუნეობრივი და ანტიკური სამყაროს დროინდელი იმპერიალისტური მოთხოვნილებები. რუსეთს უბრალოდ სურს, რომ თავისი ტერიტორიები გაიფართოვოს.